რა მოხდა სოფლიოში თემაზე გავაცნოთ მაყურებელს რა თქმა უნდა საკითხები რომელიც აქტუალურია და ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი არის თემა რომელიც უკავშირდება დონალდ ტრამპს და ფორუმს რომელიც უნდა გაიმართოს შვეიცარიაში დავოსის ფორუმი 2026 წელს და ბოლო ინფორმაცია რაც გავრცელდა დავოსის ფორუმზე დონალდ ტრამპი იქნება წარმოდგენილი შვეიცარიას იანვრის თვეში ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად ეწევა მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმზე ასევე საუბარია რომ ტრამპი დავოსში ჩავა მის ეკონომიკურ გუნდთან ერთად სრული შემადგენლობით. ანალიტიკოსების შეფასებები ცხადია მოყვა ამ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპისა და ამ შეთანხმებას პრინციპში ასე შეგვიძლია დავარქვათ და უდიდესი ნაბიჯია ალბათ ეს შვეიცარიის ხელისუფლებისთვის მით უმეტეს რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ჩვენ ვიცით 39%-იანი ტარიფები რომელიც არის ყველაზე მაღალი განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე მაღალი იყვნენ შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულებით თუმცა მაშინ ხელმძარიელები დაბრუნდნენ პირიქით 39%-იანი ტარიფები. თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში გარკვეულწილად ურთიერთობები ნორმალიზებისკენ წავიდა, საუბარია რომ დაახლოებით 15%-მდე იქნება შემცირებული ტარიფები, რომელიც დღეს 39%-ზეა და ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ დონალდ ტრამპი ჩავა დავოსში და ესწრება ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმს, რომელიც იანვარში გაიმართება. 19-23 იანვარია თარიღები 2026 წლის, როდესაც დავოსის ეკონომიკური ფორუმი შედგება. საინტერესო იქნება ჩვენც რა თქმა უნდა ფორუმს დეტალებს აქტიურად გავაშუქებთ BMG-ის პლატფორმაზე. ხო, სავარაუდოდ ტრამპი ისაუბრებს თავისი სატარიფო პოლიტიკის ეფექტიანობაზე და იქ წარმოდგენილ ნობელის ლაურეატ ეკონომისტებს აუხსნის თუ როგორ უნდა აწარმოონ გეოპოლიტიკურ დონეზე ეკონომიკა და როგორ მუშაობს ტარიფების პოლიტიკა. ხო, ტარიფებზე სწორად აღნიშნე შვეიცარიისთვის 15%-მდე ნამდვილად შემცირდება ტარიფები, ის 39%-იანი რეჟიმი, რომელიც აქამდე მოქმედებდა იქნება გაუქმებული და ეს პრინციპში არის განპირობებული არა დიდად სახელმწიფო ძალისხმევით და მთავრობის ჩართულობით, არამედ ძალიან დიდი ბიზნეს კორპორაციების აქტიური ლობიზმით. ჩვენ ვიცით, რომ შვეიცარია არის მექანიკური საათების სამშობლო და ამ მექანიკური საათების მწარმოებელ კომპანიებს ძალიან გაუჭირდათ გასული 2 თვის განმავლობაში მათი გაყიდვები ფაქტობრივად განახევდა ამერიკის ბაზარზე. ამერიკა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია ამ ინდუსტრიისათვის და ამ კომპანიებმა მიმართეს ყველაზე მარტივ და პრაგმატულ გზას. ადგნენ, ჩავიდნენ ვაშინგტონში, შეხვდნენ ტრამპის გუნდს, თავად ტრამპს, მასთან მოილაპარაკეს, ლობირებაში შესაბამისი მოსაკრებელი გადაიხადეს, ალბათ პირობებიც მისცენ, რომ ამერიკაში ჩადებენ დიდ ინვესტიციას და სანაცვლოდ მიიღეს ტარიფების შემცირება. ამერიკასთან ძალიან მარტივია მოლაპარაკება, როდესაც მის სათავეში არის დონალდ ტრამპი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ საკითხზე დადოს გარიგება, ბიზნეს გარიგება, რაც უფრო დიდი იქნება გარიგება, მით უკეთესი. კი ბატონო, კიდევ ერთი გარიგება და შეთანხმება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ამერიკის შეერთებული შტატები და არგენტინა, ამ შემთხვევაში ახალი სავაჭრო შეთანხმება და ეს ჩარჩო დოკუმენტი უკვე გამზადებულია პრინციპში. ჩარჩო დოკუმენტის თანახმად კი ოფიციალური ბუენოს-აირესი ამერიკული პროდუქტების დიდი ნაწილისთვის ბაზარს სრულად გახსნის. პროდუქტების ჩამონათვალს რაც შეეხება ეს იქნება მედიკამენტები, ქიმიკატები, დანადგარები, IT პროდუქტები, სოფლის მეურნეობის ნაწარმი, მათ შორის ღორის და საქონლის ხორცი. სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, არგენტინას მიიღებს რაღაცას და ეს რაღაც არის ბუნებრივი რესურსებისთვის ტარიფების და საიმპორტო გადასახადების გაუქმება და ასევე დაუპატენტებელ ფარმაცევტულ პროდუქტებზე გაუქმებს ამერიკის შეერთებული შტატები ტარიფს, რაც ასე მნიშვნელოვანია არგენტინისთვის. ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმებას როგორც ცეცხლსახში, ისე ოფიციალურ ბუენოს-აირესში, რა თქმა უნდა, შეხვდნენ დადებითად და გამოხმაურებები იყო დადებითი. მხარეები აცხადებენ, რომ ახალი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს, ამასთან ხელშეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასაც. გარიგების დაანონსების ფონზე არგენტინის ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ საწარმოო სტანდარტებს ამერიკულს დაუახლოვებს, თორემ მის გარეშე რთული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე შესვლა არგენტინული კომპანიებისთვის, მათ შორის უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების შემოღებას და აკრძალავს ისეთი პროდუქტების ვაჭრობას, რომელთა წარმოების პროცესში დასაქმებულთა უფლებები კრიტიკულად ირღვევა და ეს პრობლემები არგენტინაში დღესაც არსებობს რეალურად და როგორც ჩანს მთავრობა მზად არის რომ ამ პრობლემებს ებრძოლოს იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ შტატებში სანადების ბაზარზე წვდომას მიიღებს. ხო, ამერიკის მთავრობა აპირებს კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემის მოგვარებას, ეს უკავშირდება ნარკოდანაშაულს და ნარკოდანაშაულის მოგვარება ლოკალურად არის შეუძლებელი, ვინაიდან მიწოდების ჯაჭვი თუ არ ჩაწყდა
გარკვეულწილად ნარკოტიკების მიწოდება ყოველთვის იქნება უსასრულო მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ორიგინალურ შეზღუდვებს მოიფიქრებენ კანონმდებლები. ამიტომაც ამერიკამ მიმართა უფრო თავისებურ ხელწერას და წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ. ამ ოპერაციას ჰქვია სამხრეთის შუბი და ის არის მიმართული სამხრეთ ნახევარსფეროზე, მთლიანად ზოგადად დედამიწის ამ ნაწილზე და სამიზნეში აღმოჩნდებიან ყველანი, ვინც ჩართულნი არიან ნარკობიზნესში. აქ საუბარი არის როგორც მწარმოებლებზე, ასევე გადამზიდავებზე, დილერებზე, იმ ადამიანებზე და კომპანიებზე და ქსელებზე, რომლებიც ხელს აფარებენ ამ სისტემას და მოკლედ მთელი მსოფლიოს ნარკოსამყარო შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ესე ერთ დღეში აღმოჩნდა გლობალური ომის წინააღმდეგ. ამ ომის სათავეში კი არის ამერიკის ომის დეპარტამენტი, მას თავდაცვის დეპარტამენტი აღარ ჰქვია, ომის დეპარტამენტი დაერქვა და პიტ ჰექსეტი დებს პირობას, რომ ის საბოლოო ჯამში დაასრულებს ამ ინდუსტრიას და დააჩოქებს ყველა ნარკობარონს, რომლებიც აწუხებენ ამერიკის ბაზარს, მილიონობით მოქალაქის სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ამერიკას ოდესმე განუხორციელებია. ამ მიმართულებით სავარაუდოდ ამ საკითხზე მომავალში რამდენიმე ძალიან საინტერესო ფილმს და ალბათ სერიალსაც კი ვიხილავთ. ნახეთ, საკმაოდ რთული ამოცანა წინ დასახული, იმიტომ რომ რეალურად ბევრი ასეთი განცხადება და უდიდესი ბრძოლებიც ყოფილა ამ ინდუსტრიის წინააღმდეგ. მაგრამ ის მაინც არის. ხო, მაგრამ ის მაინც არსებობს, ნახოთ, წარმატებები ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტს. ნორვეგიის სუვერენული ფონდი კი, რომელიც მსოფლიოს ყველა მსხვილ სახელმწიფო ფონდს წარმოადგენს, პოლიტიკის შეცვლას გეგმავს, კონკრეტულად ეთიკური მოქმედების ჩარჩოების შეცვლა განიხილება ნორვეგიის სუვერენულ ფონდისათვის. ამჟამინდელი მდგომარეობით ფონდს არ შეუძლია თავდაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიების აქციების ყიდვა, კონკრეტულად საუბარია მსოფლიოს 14 ყველაზე მსხვილ თავდაცვის სფეროს წარმომადგენელზე, მათ შორის Lockheed Martin და Boeing-ზე, მაგალითად ამ აქციების შეძენა არ შეუძლია. აღნიშნული შეზღუდვა ნორვეგიის პარლამენტმა 2004 წელს დააწესა, რადგან მათთვის ბირთვული იარაღის წარმოებაში მონაწილე კომპანიებში ინვესტიცია ეთიკურად მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა დღეს გეოპოლიტიკური ვითარება არის შეცვლილი, შესაბამისად ნორვეგიის სუვერენული ფონდი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ინვესტიციები არის გასაძლიერებელი და ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ცნობისთვის ნორვეგიის სუვერენული ფონდი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ფონდია, მისი კაპიტალიზაცია $2 ტრილიონ აღწევს.